საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით კი მის ოქროს ხანაში, მრავალი გმირის, მეფისა თუ სარდლის სახელია ოქროს ასოებით ჩაწერილი. თუმცა არსებობენ ფიგურები, რომლებიც მოვლენათა ეპიცენტრში იდგნენ, ისტორიის ბორბალს ატრიალებდნენ, მაგრამ მატიანეთა ფურცლებზე თითქოს ჩრდილში დარჩნენ. სწორედ ასეთი ისტორიული ფიგურაა რუსუდანი, დემეტრე პირველის ასული, გიორგი მესამის და თამარ მეფის მამიდა. მისი ცხოვრება არ არის მხოლოდ ერთი სამეფო სისხლის მქონე ქალის ბიოგრაფია. ეს არის ეპოქის სარკე, სადაც აირეკლა მე-12 საუკუნის საქართველოს დიპლომატია, შიდა პოლიტიკური ინტრიგები, სამეფო კარის კულუარები და ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რამაც განაპირობა თამარის ფენომენის შექმნა. ქვემოთ ვრცლად და ისტორიული სიზუსტის დაცვით მოგითხრობთ რუსუდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მათ შორის განვიხილავთ უაღრესად საინტერესო ვერსიას მისი განსასვენებლის შესახებ. რუსუდანი დავით მეოთხე აღმაშენებლის შვილიშვილი და დემეტრე პირველის ასული, დაიბადა მე-12 საუკუნის 20-იან წლებში. ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც საქართველო რეგიონული პოლიტიკის უმთავრეს ჰეგემონ მოთამაშედ ყალიბდებოდა. დავით აღმაშენებლის მიერ დატოვებული უზარმაზარი, იმპერიული მასშტაბის სახელმწიფო, რომლის საზღვრებიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არაგაწამდე გადაჭიმულიყო, სრულიად ახალ გამოწვევებს ეჭიდებოდა. დემეტრე პირველის მეფობის ხანა ერთი მხრივ მამისეული მონაპოვრისა და ტერიტორიების შენარჩუნებისკენ, ხოლო მეორე მხრივ კულტურული, საგანმანათლებლო და ინტელექტუალური აღორძინებისკენ იყო მიმართული. სწორედ ამ მდიდარ და წინააღმდეგობრივ გარემოში, სადაც მეფე თავად იყო უდიდესი პოეტი, ესთეტი, ცნობილი და უკვდავი საგალობლის შენ ხარ ვენახის ავტორი და გელათისა თუ იყალთოს აკადემიების უშუალო მფარველი, იზრდებოდა ახალგაზრდა რუსუდანი. მან მიიღო ეპოქის შესაფერისი, უბრწყინვალესი და ყოველმხრივი განათლება. გელათის აკადემიის კედლებში მოღვაწე ფილოსოფოსების არსენ იყალთოელისა და იოანე პეტრიწის მემკვიდრეობის გარემოცვაში მან შეისწავლა არამხოლოდ ბიზანტიური საღვთისმეტყველო დოგმატიკა, არამედ ნეოპლატონური ფილოსოფია, რიტორიკა, უცხო ენები და რაც მთავარია, იმპერიული დიპლომატიის ურთულესი ხელოვნება. თუმცა დემეტრეს ეპოქა სავსე იყო არამხოლოდ პოეზიითა და ფილოსოფიით, არამედ ტრაგიკული შიდა დაპირისპირებებითაც. ძმათა შორის ტახტისთვის დაუნდობელი ბრძოლა საქართველოს სამეფო კარის მუდმივ, სისხლიან თანმდევ პროცესად იქცა. 1045 წელს დემეტრეს საკუთარი უფროსი ვაჟი, დავით მეხუთე აუჯანყდა. მამა ტახტიდან ძალადობრივად ჩამოაგდო და ბერად აღკვეცა. მიუხედავად იმისა, რომ დავითის მეფობა მხოლოდ 6 თვეს ან ზოგი ვერსიით 2 წელს გაგრძელდა და იგი გაურკვეველ, სავარაუდოდ შეთქმულების ვითარებაში გარდაიცვალა, სასახლის კარზე მიმდინარე ამ დაუნდობელმა ინტრიგებმა ახალგაზრდა პრინცესაზე წარუშლელი კვალი დატოვა. მამის ტრაგედიამ ძმათა სისხლის მღვრელმა შუღლმა და უახლოესი ადამიანების ღალატმა რუსუდანს ახალგაზრდობიდანვე სასტიკად ასწავლა ძალაუფლების ნამდვილი ფასი. მან შეიმეცნა, რომ მხოლოდ ხმალი და მუქარა სახელმწიფოს ვერ შეინარჩუნებდა. საჭირო იყო გონიერება, მოთმინება, ადამიანთა ფსიქოლოგიის ცოდნა და ემოციების სრული კონტროლი. შუა საუკუნეების პოლიტიკური ტრადიციისა და სახელმწიფოებრივი აუცილებლობის თანახმად, სამეფო სისხლის მქონე ქალები ხშირად სახელმწიფო ინტერესებს ეწირებოდნენ და უმძლავრეს დიპლომატიურ იარაღად გამოიყენებოდნენ. დემეტრე მეფემ რუსუდანი თავდაპირველად მძლავრ, ფრაგმენტული, მაგრამ მაინც მუდმივად სახიფათო ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობების დასარეგულირებლად გამოიყენა. ქართული სახელმწიფო, რომელმაც დავითის დროს მუსლიმურ კოალიციებს სასტიკი მარცხი აგემა დიდგორსა და შირვანში, ახლა რეგიონში სტაბილურობასა და სავაჭრო გზების უსაფრთხოებას ეძებდა. რუსუდანი მიათხოვეს სელჩუკთა ერთ-ერთ გავლენიან მბრძანებელს. ქართული ისტორიოგრაფია მას ზოგადად ხორასნის სულთანს უწოდებს. მკვლევართა ნაწილი მას თურქ-სელჩუკთა იმპერიის უკანასკნელ დიდ მბრძანებელთან, აჰმად სანჯართან აიგივებს.
რომელიც აღმოსავლური სამყაროს უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა. ნაწილი კი რუმის, იკონიის სულთან მესუდთან, რომელიც უშუალოდ საქართველოს მეზობლად მცირე აზიაში ბატონობდა. ნებისმიერ შემთხვევაში ქრისტიანი პრინცესას გაგზავნა მუსლიმური სამყაროს ეპიცენტრში უმაღლესი რანგის დიპლომატიური ნაბიჯი იყო, რომელმაც საქართველოს სამხრეთ და დასავლეთ საზღვრებზე აუცილებელი სიმშვიდე უზრუნველყო. ახალგაზრდა ქალს მოუწია სრულიად უცხო, რელიგიურად, მენტალურად და კულტურულად რადიკალურად განსხვავებულ გარემოში გადარჩენა და ამავდროულად ქართული ინტერესების გატარება. თუმცა ეს პოლიტიკური კავშირი ხანმოკლე გამოდგა და ქმრის გარდაცვალების გამო რუსუდანი მალევე დაქვრივდა. ამის შემდეგ იწყება მისი ურთულესი დიპლომატიური მისიის მეორე ეტაპი. ამჯერად რადიკალურად განსხვავებულ კლიმატურ და პოლიტიკურ სივრცეში, ჩრდილოეთით, კიევის რუსეთში. 1044 წელს იგი მიათხოვეს კიევის დიდ მთავარს, იზიასლავ მეორე მესტილავის ძეს. ეს არ ყოფილა შემთხვევითი არჩევანი. ამ პერიოდში კიევის ტახტისთვის რურიკოვიჩების დინასტიის წარმომადგენლებს შორის სასტიკი, დამანგრეველი სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. იზიასლავს ჰაერივით ესაჭიროებოდა კავშირი ძლიერ მართლმადიდებლურ სახელმწიფოსთან, რათა საკუთარი ლეგიტიმაცია და სამხედრო პოტენციალი გაეზარდა. გარდა ამისა, ეს ქორწინება მიზნად ისახავდა მყარი სამხედრო პოლიტიკური ალიანსის შექმნას ყივჩახთა და სხვა მომთაბარე ტომთა წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ჩრდილოეთ სტეპებიდან მუდმივ საფრთხეს წარმოადგენდნენ როგორც რუსეთისთვის, ისე კავკასიისთვის. ბედის ირონიით, ქორწინებიდან სულ რამდენიმე თვეში, 1044 წლის ნოემბერში იზიასლავი გარდაიცვალა. ორგზის დაქვრივებული რუსუდანი, რომელმაც უაღრესად ახლოდან გაიცნო და საკუთარ თავზე გამოსცადა როგორც აღმოსავლური ისლამური, ისე ჩრდილოური სლავური სამთავროების პოლიტიკური წყობა, მმართველობის სტილი, კარის ინტრიგები და დიპლომატიური კულუარები სამშობლოში უზარმაზარი საერთაშორისო გამოცდილებით დაბრუნდა. ის აღარ იყო უბრალო დედოფალი, ის იყო მსოფლიო დონის პოლიტიკოსი. სამშობლოში დაბრუნებულ რუსუდანს ტახტზე მისი ძმა გიორგი მესამე დახვდა. გიორგი იყო უაღრესად ენერგიული, სასტიკი, შეუბრალებელი, მებრძოლი და ექსპანსიონისტი მონარქი. მისმა ლაშქარმა დაიკავა სომხეთის ძველი დედაქალაქი ანი, აიღო დვინი და შიშით აკანკალებდა მეზობელ საამიროებს. მაგრამ თუ საგარეო პოლიტიკაში ის უდაოდ წარმატებული და დაუნდობელი იყო, შიდა პოლიტიკაშიც ზუსტად იმავე რკინის ხელით მოქმედებდა და ფეოდალურ არისტოკრატიას ყოველგვარი კომპრომისის გარეშე ავიწროებდა. გიორგის მმართველობის კულმინაცია და ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქა იყო 1077 წლის ცნობილი და სისხლიანი ამბოხება. ამირ სპასალარ ივანე ორბელის მეთაურობით საქართველოს დიდგვაროვნების უდიდესმა ნაწილმა ტახტზე დავით მეხუთის ძის, ახალგაზრდა უფლისწულ დემნას აყვანას სცადა. ეს არ იყო მხოლოდ ტახტისთვის ბრძოლა და კონკრეტული პიროვნების შეცვლის სურვილი. ეს იყო ფეოდალთა კლასის ფართომასშტაბიანი მცდელობა საბოლოოდ შეეზღუდათ მეფის აბსოლუტური, ცენტრალიზებული ძალაუფლება. გიორგი მაჯანყება ულმობლად, აღმოსავლური დესპოტიზმის საუკეთესო ტრადიციებით ჩაახშო. ლორეს ციხის აღების შემდეგ მან საკუთარი ძმისშვილი დემნა დაასაჭურისა და თვალები დათხარა, რის შედეგადაც ახალგაზრდა უფლისწული საშინელი ტანჯვით გარდაიცვალა. ხოლო ორბელთა უძლიერესი, უძლეველი და გავლენიანი კლანი ფიზიკურად თითქმის სრულად გაანადგურა. მათი მამულები კი თავის ერთგულ პირებს დაურიგა. სწორედ ამ სისხლიან, დაძაბულ და ტერორით გაჟღენთილ ეპოქაში გამოიკვეთა რუსუდანის როგორც შემრიგებლისა და ქვეყნის მთავარი რუხი კარდინალის გადამწყვეტი როლი. გიორგის თავისი უკიდურესი სიმკაცრის ფონზე ჰაერივით სჭირდებოდა ადამიანი, რომელსაც ბოლომდე ენდობოდა, რომელიც მის უკომპრომისო სიხისტეს დააბალანსებდა, ფეოდალებს დაამშვიდებდა და სამეფო კარზე სტაბილურობისა და სამართლიანობის განცდას ნაწილობრივ მაინც დააბრუნებდა.
რუსუდანი მყისიერად გახდა ძმის უახლოესი მრჩეველი. მისი სიბრძნის, განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების წყალობით თითქმის არც ერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება, ომისა თუ მშვიდობის საკითხი, საკადრო პოლიტიკა თუ დიპლომატიური ნაბიჯი მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე აღარ მიიღებოდა. გიორგი მესამეს უდიდესი პრობლემა ჰქონდა. მას მამრობითი სქესის მემკვიდრე არ ჰყავდა. დემნას აჯანყების სისხლიანი ჩახშობისა და ბაგრატიონთა დინასტიის მამაკაცთა ხაზის ამოწყვეტის შემდეგ ქვეყანა დინასტიური კატასტროფის წინაშე დადგა. 1068 წელს სწორედ რუსუდანის რჩევითა და მხარდაჭერით გიორგი მიიღო სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მან თავისი ახალგაზრდა ქალიშვილი თამარი თანამოსაყდრე დაკურთხა. იმ სასტიკ და პატრიარქალურ ეპოქაში, სადაც მხოლოდ მახვილი სამხედრო ძალა და ფიზიკური სიძლიერე წყვეტდა ძალაუფლების ბედს, ქალი მმართველის ტახტზე აყვანა კოლოსალური რისკი და დიდგვაროვნებისთვის პირდაპირი გამოწვევა იყო. სწორედ აქ იწყება რუსუდანის ცხოვრების უმთავრესი, ყველაზე დიდი და ისტორიული მისია, რომელმაც საქართველოს ბედი შეცვალა. თამარის დედის, ოსთამეფის ასულის, ბურდუხან დედოფლის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ რუსუდანმა სრულად იტვირთა მომავალი მონარქის აღზრდისა და ჩამოყალიბების უმძიმესი ტვირთი. იგი თამარს ასწავლიდა არა მხოლოდ წიგნიერებას, საღვთო ისტორიასა და კლასიკურ დიპლომატიას, არამედ იმას, თუ როგორ უნდა ემართა სამეფო კარი, რომელიც სავსე იყო ორგული და ამბიციური ფეოდალებით. როგორ უნდა გამოეცნო ადამიანების ფარული ბნელი ზრახვები ნიღბებს მიღმა და რაც მთავარია, როგორ გამოეყენებინა ქალური სირბილე, დათმობა და მოთმინება არა როგორც სისუსტის ნიშანი, არამედ როგორც უძლიერესი, შეუვალი პოლიტიკური იარაღი. თამარისის ლეგენდარული თვისებები, რამაც ის წმინდანად და დიდ მეფედ აქცია, არნახული სიდინჯე, გადაწყვეტილების მიღებისას 1000-ჯერ აწონ-დაწონის უნარი, ექსტრემალურ, საომარ ვითარებაშიც კი აბსოლუტური სიმშვიდის შენარჩუნება, დამნაშავეთა მიმართ გამოჩენილი უპრეცედენტო მოწყალება და სიკვდილი დასჯის ფაქტობრივი გაუქმება პირდაპირ და ცალსახად რუსუდანის მძიმე ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მიღებული გაკვეთილების შედეგი იყო. მან შექმნა მეფე, რომელიც ომს იგებდა არა მხოლოდ ხმლით, არამედ მორალური უპირატესობით. თუმცა რუსუდანის გავლენა სამეფო კარზე მხოლოდ თამარის პიროვნული აღზრდით არ შემოიფარგლებოდა. წლების წინ მან ოსეთიდან საქართველოს სამეფო კარზე ჩამოიყვანა აღსაზრდელად ახალგაზრდა უფლისწული დავით სოსლანი. დავითი არ ყოფილა რიგითი უცხოელი პრინცი, ის გახლდა თავად ბაგრატიონთა შტოს, კონკრეტულად კი მეფე გიორგი პირველისა და ოსი ალდე დედოფლის შთამომავლობის პირდაპირი წარმომადგენელი. ქართული მატიანე პირდაპირ და ხაზგასმით წერს, რომ დავითი სწორედ რუსუდან დედოფლის გაზრდილი იყო. რუსუდანმა უზრუნველყო მისი ქართული სულისკვეთებით, საუკეთესო სამხედრო თუ ინტელექტუალური ტრადიციებით აღზრდა. თუმცა იმ პერიოდში ბუნებრივი არ იცოდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ მომავალში ეს ჭაბუკი თამარის მეუღლე გახდებოდა. როგორც ცნობილია დიდებულთა გადაწყვეტილებით, თამარის პირველი მეუღლე რუსეთიდან გამოძევებული პრინცი იური ბოგოლიუბსკი გახდა. მალევე გამოიკვეთა მისი მძიმე ბუნება და უამრავი მანკიერება, რის გამოც თამარმა მასთან განქორწინება და მისი ქვეყნიდან გაძევება გადაწყვიტა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც ახალგაზრდა ქალ მონარქს ტახტზე აუცილებლად დასჭირდა ღირსეული, უნაკლო რეპუტაციის მქონე ლეგიტიმური მეუღლე, რომელიც მას პოლიტიკურად არ დაჩრდილავდა, მაგრამ სამეფო ლაშქარს მტრის წინააღმდეგ უსარდლებდა, რუსუდან დედოფალმა დავით სოსლანის კანდიდატურა წამოაყენა. იმის გამო, რომ დავითს ბრწყინვალე აღზრდა ჰქონდა მიღებული, ატარებდა ბაგრატიონთა სისხლს და ქართული საზოგადოებისთვისაც სრულიად მისაღები იყო, რუსუდანის ამ წინადადებას ყველა უყოყმანოდ დათანხმდა. დავით სოსლანი მართლაც იდეალური არჩევანი აღმოჩნდა, რომელმაც თამართან ერთად საქართველოს ოქროს ხანის უძლეველი ტანდემი შექმნა. 1084 წელს, გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ, ახალგაზრდა, გამოუცდელი თამარი სრულიად მარტო აღმოჩნდა გააფთრებული, რევანშზე მეოცნებე დიდგვაროვნების პირისპირ.
მეჭურჭლე თუ ხუცეს ყუთლუ არსლანის მეთაურობით არისტოკრატიამ გადაწყვიტა შური ეძია გიორგის დროინდელ რეპრესიებზე და მეფის ხელისუფლების რადიკალური შეზღუდვა მოითხოვა. მათ სურდათ შეექმნათ ეგრეთ წოდებული კარავი, დამოუკიდებელი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მეფეს ფუნქციებს წაართმევდა. ამ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, რომელიც სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, რუსუდანი კვლავ თამარის მთავარი ფარი და იდეოლოგიური საყრდენი იყო. ტრადიციული სამხედრო დაპირისპირების ნაცვლად თამარის მოქნილი პოლიტიკური გონების ნაყოფი იყო აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად იარაღის გარეშე მშვიდობის მისიით გამოჩენილი მანდილოსნების, საპატიო და გავლენიანი ქალების, ხუაშაკ ცოქალისა და კრავაი ჯაყელის გაგზავნა. ამ უპრეცედენტო, ფსიქოლოგიურად ზუსტად გათვლილმა დიპლომატიურმა სვლამ სრულიად განმუხტა სიტუაცია. სამოქალაქო ომი თავიდან აიცილა და თამარს ხელისუფლება შეუნარჩუნა. მიუხედავად ამისა, დათმობები მაინც გახდა საჭირო. როდესაც დიდებულებმა გადაწყვიტეს თამარისთვის ქმრად რუსეთიდან გამოძევებული პრინცი იური ბოგოლიუბსკი, იგივე გიორგი რუსი მოეხვიათ თავს, რუსუდანი იძულებული გახდა დროებით უკან დაეხია და დათანხმებულიყო ამ კავშირს. ის როგორც პრაგმატული პოლიტიკოსი ხედავდა, რომ მუდმივი საგარეო საფრთხეების გარემოცვაში მყოფ ქვეყანას უსარდლოდ ყოფნა და ჯარის უმოქმედობა უბრალოდ არ შეეძლო. იურიმ თავდაპირველად მართლაც გამოიჩინა თავი ბრძოლებში, მოიპოვა მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვებები, მაგრამ მისი პიროვნული დეგრადაცია მალევე გამოვლინდა. მისი მძიმე ბუნება, პათოლოგიური ლოთობა, გარყვნილება, სასახლის კარზე შეუფერებელი ქცევა და ავტორიტარიზმისკენ, ერთპიროვნული მმართველობისკენ სწრაფვა თამარისთვის მიუღებელი გახდა. როდესაც თამარმა სრულიად უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა და იურისთან საჯარო განქორწინება გადაწყვიტა, რაც შუა საუკუნეებში წარმოუდგენელი ამბავი იყო, რუსუდანი იყო პირველი, ვინც მას ბოლომდე დაუდგა მხარში და ეკლესიაც დაარწმუნა ამ ფაქტის აუცილებლობაში. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში გამოიყვანა მან პოლიტიკურ სცენაზე დავით სოსლანი. იურის უსისხლო გაძევების და შემდგომ უკვე მისი ორი ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აჯანყების საბოლოო ჩახშობის შემდეგ თამარისა და დავით სოსლანის ტანდემმა, რომელიც თავიდან ბოლომდე რუსუდანის არქიტექტურით შექმნილი პროექტი იყო, საქართველო არნახულ, უპრეცედენტო ძლიერებამდე მიიყვანა. რეგიონში ქართული ჰეგემონიის გვირგვინი სწორედ შამქორისა და ბასიანის ისტორიული, ეპოქალური გამარჯვებები გახდა, რითაც ისლამური კოალიციის საფრთხე საბოლოოდ მოიხსნა. თავისი გრძელი, მძიმე და ტრიუმფალური ცხოვრების ბოლო წლებში, როდესაც რუსუდანი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი აღზრდილები მყარად და ურყევად ისხდნენ ტახტზე, სახელმწიფო შიდა თუ გარე საფრთხე აღარ ემუქრებოდა და დავით აღმაშენებლის დანატოვარი იმპერია უმაღლეს მწვერვალზე იდგა, მან გადაწყვიტა მამის, დემეტრე პირველის, იგივე ბერობაში დამიანეს მსგავსად, ხმაურიანი საერო ცხოვრება დაეტოვებინა, სასახლის კარს გარიდებოდა და მონასტერში წასულიყო. მისი ცხოვრების ეს უკანასკნელი ეტაპი და განსასვენებელი დღემდე ისტორიულ, ამოუხსნელ გამოცანად რჩება კვლევართათვის. თუმცა გადმოცემები მას ქვემო ქართლში თვალწარმტაც და სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუდარეხის მონასტერს უკავშირებს. ქვემო ქართლი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით იდეალური ადგილი იყო განმარტოებისთვის, ვინაიდან ის ერთდროულად დედაქალაქთანაც, თბილისთანაც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა და ამავე დროს სამხრეთ საზღვრებსაც აკონტროლებდა, რაც პოლიტიკიდან წასულ, მაგრამ მაინც ფხიზელ დედოფალს სახელმწიფოს პულსზე ხელის დაჭერის საშუალებას მისცემდა. ისტორიული დილემა, რომელიც ამ ადგილს უკავშირდება, შემდეგია. მიუხედავად იმისა, რომ გუდარეხის დღევანდელი დიდებული მთავარი ტაძარი და იქ არსებული ასომთავრული სამშენებლო წარწერა უშუალოდ მეფე რუსუდანის, ანუ თამარის შვილის და არა მამიდის ეპოქით, კერძოდ მე-13 საუკუნის 20-იანი წლებით თარიღდება, არსებობს ძალზედ მყარი სამეცნიერო ჰიპოთეზა. ამ ლოგიკური ჰიპოთეზის თანახმად, ახალგაზრდა, კრიზისში მყოფმა მეფე რუსუდანმა ახალი ტაძარი სწორედ თავისი დიდი წინაპრისა და სეხნიის, თამარის მამიდის, ბრძენი და უფროსი რუსუდანის
თავდაპირველი სავანისა და საფლავის ადგილას ააგო, რითაც ხაზი გაუსვა დინასტიურ უწყვეტობას და პატივი მიაგო მის ხსოვნას. ამ ვერსიას პირდაპირ ამყარებს გაცილებით გვიანდელი, კერძოდ მე-17 საუკუნის ქართლის მეფე ლუარსაბის შეწირულობის წიგნიც, სადაც ისტორიული მეხსიერების საფუძველზე აღნიშნულია, რომ ეკლესია თავდაპირველად დედოფალ რუსუდანს თავის სასაფლაოდ სდომია. დროთა განმავლობაში საუკუნეების სვლასთან ერთად ხალხურმა მეხსიერებამ ორივე რუსუდანი, უფროსი, რომელმაც ოქროს ხანის ეპოქაში იცხოვრა და უმცროსი შვილიშვილი, რომლის დროსაც ეს ხანა დასრულდა, ერთმანეთთან გააერთიანა და ერთი პიროვნების მითოსად აქცია. მაგრამ ისტორიული ფაქტი უცვლელია. უფროსი რუსუდან დედოფალი იყო ის ურყევი, უხილავი ფუნდამენტი, რომელზეც დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობამ, გიორგი მესამის ურთულესი, სისხლიანი ეპოქის ტრამბების გავლით თამარის ბრწყინვალე ოქროს ხანამდე უსაფრთხოდ მიაღწია. მან საკუთარი პირადი ტრაგედიები, დანაკარგები და ტკივილი მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს სამსახურში ჩააყენა და დამსახურებულად მიიჩნევა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, გონიერ და უჩინარ შემოქმედად, როგორსაც მას დღეს ვიცნობთ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი რუსუდან დედოფლის შესახებ. გამოიწერეთ კარდუს გვერდი, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.